Hey, მოგესალმებით ყველას, მიხეილია თქვენთან ერთად და ჩემი არხია YouTube-ზე Mikhail HD. შემოგვიერთდით, გააკეთეთ subscribe და თქვენ აღარ გამოტოვებთ ახალ საინტერესო გაკვეთილებს. დღეს მე მინდა წარმოგიდგინოთ ესეთი გაკვეთილი, სადაც ჩვენ ვისწავლით, როგორ გავაკეთოთ სახეზე აი ესეთი ლამაზი ჭორფლი. აი შევხედოთ, აი ესეთი იყო სურათი მანამდე და აი ესეთი უნდა გამოგვივიდეს ჩვენ აი ამ გაკვეთილის შემდეგ. მოდით დავიწყოთ. წავშალოთ ჩვენი ნამუშევარი. აი ესე. გვაქვს ჩვენ სურათი, ცარიელი სურათი და მოდით გავაკეთოთ ჭორფლიანი სახე. პირველ რიგში რა გვესაჭიროება? ავიღოთ აი ეს ჩვეულებრივი ფუნჯი. გავხსნათ ახალი ლეიერი ან ფაილი, ეგრეთ წოდებული. აი ესე. და მოდით აი აქ მივუთითოთ პიქსელები, ვთქვათ 800-ზე და 100 dpi. ან თუნდაც 72, არა აქვს მნიშვნელობა. და დავეთანხმოთ. ჩვენ გვაქვს ცარიელი, აი ესეთი თეთრი კვადრატი, ცარიელი ფურცელი, ანუ და უნდა გავაკეთოთ ფუნჯი. როგორ გავაკეთოთ აი ეს ფუნჯი? ავიღოთ შავი ფერი, აუცილებლად მივცეთ აი ესეთი ფუნჯის არჩევა, დავაპატარავოთ აუცილებლად დაახლოებით ესე 7-6 პიქსელამდე, ჯერ შევხედოთ, გავუსვათ ხაზი, Ctrl-Z მივცეთ, ანდუ, კიდევ ნახოთ, აი ესე, ოდნავ დავაკლოთ, დაწოლა და აი ესე ალაგ-ალაგ რამდენიმე არათანაბარი შეგვიძლია. ოდნავ კიდევ დავაკლოთ, აი ესე, რამდენიმე არათანაბარი ხაზი, ან წერტილი გავუსვათ, აი ესე, ერთიც აქ, ერთიც თქვათ, აი აქ, ერთიც აი ესე, შეგვიძლია წავშალოთ, რომელიც ძალიან მომივიდა ყველა წავშალე, წავშალოთ არასასრული წერტილები ან ხაზები და ისევ თავიდან აი ესე საკმარისია, ალბათ ესეც ძალიან დიდია, თუ არ ვცდები. მოდით ესეც წავშალოთ, ახლიდან გავაკეთოთ. აი ესე. ოდნავ გავასქელოთ ესეც, აი ესე. ესე მგონი საკმარისია, გვაქვს რამდენიმე ალბათობით გაკეთებული წერტილი, ოდნავ ხაზის მაგვარი წერტილებიც. მოკლედ ეს იქნება ჩვენი საომავლო ფუნჯი და შევიდეთ ახლა აი ამ edit მენიუში და აუცილებლად გავუკეთოთ define brush preset. აი ესე, მივცეთ აი ეს. დავარქვათ რაიმე სახელი, ჭორფლი ვთქვათ. ან არა აქვს მნიშვნელობა. brush skin მივცეთ, ვთქვათ, აი ესე. ოკეი. აი თქვენ ხედავთ, რომ უკვე გადაიქცა ფუნჯი ავტომატურად. აი ამ ჩვენ გაკეთებულ ფუნჯად, აი ესე, შეგვიძლია დავაკლოთ აი ესე თვალსაჩინოებისათვის. აი ესეთი ფუნჯი გვაქვს უკვე, მაგრამ აი ამ ჩვენ ფუნჯს სჭირდება კიდევ დეტალურად დამუშავება, რომ გადაიქცეს ნამდვილი კანის აი ესე ჭორფლის ტექსტურად. მოდით ესენი წავშალოთ, დანარჩენი აღარ გვესაჭიროება და უკვე შევდგეთ აი ამ ფუნჯის გასწორებას. ამისათვის ჩვენ გამოვიძახოთ აი ეს, აი გვაქვს ჩვენ ბრაშები, ან თუ არ გაქვთ თქვენთან, თუ არ ჩანს თქვენთან აი ეს მენიუ, შევიდეთ
Windows-ში და იგივენაირად brush-ზე. აი ესე, მაუსის დაჭერისას გამოგვივა იგივე მენიუ ან კლავიატურაზე shortcut კლავიშით F5-ით. ჩაურთოთ აი ეს shape dynamics აუცილებლად და თქვენ აი აქ ხედავთ ეკრანზე როგორ ფორმას მიიღებს. აუწიოთ აი ეს ბოლომდე. აი ესე, გახშირდა შესაძლებელი მონიტორზე, ეკრანზე არ ჩანს კარგად ვიდეოში, მაგრამ მოდით ოდნავ აუწიოთ აი ესე. და შევხედოთ, აი შეხედეთ უკვე ალაგ-ალაგ ალბათობის მეთოდით გამოდის ჩვენი წერტილები. მოდით აი ესეც აუწიოთ, ნახოთ რა გამოვა, აი უკვე გაახშირა, კიდევ აუწიოთ, აი ესე. კიდევ გავუკეთოთ undo. ეხლა გადავიდეთ scattering-ში, აუცილებლად აი ესეც აუწიოთ ბოლომდე. ოდნავ შეგვიძლია დავარეგულიროთ, აი ესე, კიდევ დავწიოთ. გონია ახლა უკვე კარგი გამოდის. ყოველთვის შეეცადეთ აი ესე, აი ამ ფუნჯის მენიუში წაითამაშოთ, რომ მიაღწიოთ სასურველ რეზულტატს. ეს ინდივიდუალურია, რა თქმა უნდა, და შესაძლებელია თქვენ სრულიად სხვა ფორმის ან სხვა მიმართულების ფუნჯი გინდოდეთ, ამიტომ შეეცადეთ ყოველთვის აი ესე რამოდენიმე ვარიანტის ცადოთ. შევიდეთ ახლა ტრანსფერში, ჩაურთოთ ესეც და მოდით შევამოწმოთ რა გამოგვივიდა. აი ესეთი ფუნჯი გამოგვივიდა. შეგვიძლია აი ამ ტრანსფერს დავაკლოთ ოდნავ. აი ესე, კიდევ. გონი საკმარისია და ჩვენი ფუნჯი უკვე მზად არის და ფუნჯის დამახსოვრებისათვის აუცილებლად უნდა გავიწყდებათ მივცეთ აი ეს new brush preset. აი ეს უკვე საბოლოო ფუნჯია ჩვენი და თუ გნებავთ ესე დავარქვათ კიდევაც სახელი ჯორფლი თქვათ. აი ესე და მივცეთ OK-ს. ჩვენი ფუნჯი აუცილებლად შეინახება ფუნჯების მენიუში, ანუ ავირჩიოთ ჩვენ აი ამ ნებისმიერ ფუნჯის არჩევისას. შეგვიძლია გადავიდეთ აი ამ ფუნჯზე, აი გამოვიდა უკვე სახელი ჯორფლი, აი 452 ფუნჯია ჩვენი გაკეთებული და მოდით ახლა დავხუროთ ეს არასაჭირო ფანჯარა და გადავიდეთ უკვე ჩვენს ფოტოზე. გავუკეთოთ ჯორფლიანი სახე. დავაპატარავოთ, შევხედოთ რა ხდება. გავაკეთოთ ახალი ლეიერი აუცილებლად და აი ესე გადავატაროთ, აი ჩვენი ჯორფლი მზად არის, უბრალოდ მოდით დავარეგულიროთ მისი ფერები. როგორც ყოველთვის ფუნჯის ფერის არჩევისთვის აი ეს პატარა ესეთი პალიტრის მენიუ გვჭირდება და ნუ ავირჩიოთ აი ესე მენიუდან, ნუ დავაყენოთ აი ესე ხელით ფერს და შევეცადოთ თავისივე თმის ფერი ამოვირჩიოთ აუცილებლად აი ესე და მივცეთ OK. პირდაპირ დავიწყოთ ფუნჯის მოსმა, აი ესე ალაგ-ალაგ. აი ესე. ნუ მოგერიდებათ რომ გადახვიდეთ ან თვალზე ან დანარჩენ არასასრულ ადგილებში ის ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მის წაშლას შევძლებთ ნებისმიერ დროს. თავარია ესე მოусვათ ფუნჯი, აი ასე და უბრალოდ მივახციოთ რეალურად ჯორფლიანი სახის აი ესე შეფერილობას. შეგვიძლია ოდნავ კიდევ გავადიდოთ ან დავაპატარავოთ, დავარეგულიროთ ფუნჯის ზომა, რადგანაც ჩვენი ჯორფლი არასტანდარტული და არაპროპორციულია ყოველთვის და სახეზე ის მიმოფანტულია, ესე არასტანდარტულად, ამიტომ პერიოდულად ვცვალოთ ჩვენი ფუნჯის
ზომა, სისქე, სიგანე და ასე შემდეგ. აი ესე გადავატაროთ რამოდენიმეჯერ, კიდევ შევცვალოთ. აი ესე ზომა, გავადიდოთ. ამჯერად. ოპს, ეს ძალიან დიდი მოგვივიდა, მოდით წავშალოთ. ოდნავ დავაპატარავთ. და კიდევ აი ესეც ძალიან დიდია. კიდევ დავაპატარავთ. აი ესე. აი ესე ალაგ-ალაგ მოვუსვათ. ოდნავ კიდევ დავაპატარავთ. გავახშიროთ აი ესე ცხვირის მიდამოებში, აი აქ. აი ასე. თვალებთანაც. აი ასე. თითქმის მთელი სახე უკვე დაგვეფარა ჭორხლით. აი ასე. შეგვიძლია კიდევ შევუცვალოთ ზომა ოდნავ. კიდევ გადავატაროთ. აი ასე. ოპ. როგორც ატყობთ ნელ-ნელა უკვე მსგავსება რეალურს. მოდით ახლა გადადების მეთოდში ავირჩიოთ ან multiply, ან darken-ი, რომელიც უფრო უკეთესია, შევარჩიოთ. აქ შეგვიძლია აუწიოთ და კიდევ ერთხელ გადავატაროთ რამოდენიმეჯერ ჩვენი ჭორხლის ფუნჯი, აი ესე დავაპატარავთ, კიდევ გადავატაროთ რამოდენიმე ადგილას, აი ესე თვალების მიდამოებშიც. ხელზეც რა თქმა უნდა დაგვჭირდება აუცილებლად და მოდით ხელზეც გადავატაროთ რამოდენიმეჯერ, აი ესე. აი აქაც აუცილებლად დაგვჭირდება კლავების მიდამოებში. აი ესე. მაგრამ ვინაიდან ეს სურათი ბლურშია და ოდნავ დატუცა აქვს ჩვენს პერსონაჟს, ის არ გამოჩნდება ჭორხლიანი და მოდით მივხედოთ ისევ სახეს. სახე უკვე თითქმის დასრულებულია და მოდით ახლა გადავიდეთ მასკის რეჟიმში და არასასურველი ადგილები წავშალოთ და გავანთავისუფლოთ ჭორხლისაგან და ამ წერტილებისაგან. ოდნავ დავაპატარავოთ Ctrl-მინუსით, აი ესე. მარჯვენა კლავიშით ავირჩიოთ უკვე სხვა ფუნჯი, აი ეს ფუნჯი და მოდით დავაკლოთ აი ესე ოდნავ ფუნჯის დაწოლას, ან თუნდაც ჯერ დავამთავროთ აი ეს გვერდები უცბად წავშალოთ, აი ასე. აქ აღარ გვესაჭიროება, რა თქმა უნდა, არც აქ, აი ასე. მოვშალოთ მასკის რეჟიმით. აი აქ. ეხლა მივაახლოვოთ და გადავატაროთ უკვე სახეზე. აი ასე, დავაკლოთ დაწოლა მაუსის, ანუ ფუნჯის დაწოლა, ოდნავ ფუნჯიც დავაპატარავთ და აი ოდნავ ჩაუქროთ ის ადგილები, სადაც არ გვჭირდება ჭორხლის გამოჩენა. აი ასე. აი ასე. თვალებიც რა თქმა უნდა გავანთავისუფლოთ ჭორხლისაგან. დავაკლოთ ისე მაუსის სიდიდე, ჩვენი ფუნჯის სიდიდე და ესე თვალებიც გამოვანთავისუფლოთ ჭორხლისაგან, აი ასე. მეორე თვალიც, აი ასე, აუცილებლად. და როგორც ხედავთ, ჩვენი ჭორხლიანი სახე მზად არის. შეგვიძლია ისე დავამატოთ, ან პირიქით დავაკლოთ, ან აი ასე, ოდნავ ჩავაქროთ კიდევაც, რომ დავამსგავსოთ ის რეალურ ჭორხლს, ან შევუცვალოთ გადადების მეთოდი, მივცეთ multiply, აი შეხედეთ ეს უფრო რეალურია, ძალიან მაგარი გამოგვივიდა. აი ესე, შეგვიძლია ოდნავ დავაკლოთ კიდევაც და შეხედეთ რა რეალური ჭორხლიანი სახე გამოგვივიდა და მივახციეთ სასურველ შედეგს.
შეგიძლიათ სცადოთ აუცილებლად თქვენს აი ესე ძალიან მარტივად და ძალიან აი შევხედოთ კიდევ ახლიდან აი ეს არის ჭორფლის გარეშე ფოტო აი ესეთი იყო ჩვენი საწყისი ფოტო და აი ესეთი გავაკეთეთ უკვე ჩვენი საკუთარი შექმნილი ფუნჯით აი ესეთი ლამაზი ფოტო გამოგვივიდა. გააკეთეთ თქვენ თვითონაც აი ეგეთ თქვენი სურათები და აი ესეთი ლამაზი და საზაფხულო განწყობის ფოტო შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენსავე ავტოპორტრეტებზე. დღეისათვის სულ ეს იყო. თქვენთან ერთად იყო მიხეილი HD ჩემი არხი YouTube-ზე. შემოგვერთით, გააკეთეთ subscribe და თქვენ აღარ გამოტოვებთ ახალ საინტერესო გაკვეთილებს. დროებით, კარგად.